ყველაზე დეფიციტური ვიტამინი მსოფლიოში არის D ვიტამინი. ზამთარში განსაკუთრებით ადამიანების 80%-ზე მეტს აქვს D ვიტამინის დეფიციტი ზამთრის პერიოდში. ვიტამინი D არ არის უბრალოდ ვიტამინი, რომელიც ერთ ან თუნდაც 10 საქმეს აკეთებს. ვიტამინი D მოქმედებს როგორც ჰორმონი, რომელიც თითქმის 1000-მდე გენის ჩართვა და გამოსვლაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ვიტამინ D-ს დეფიციტს აქვს ბევრი ნიშანი, ბევრი სიმპტომი, რომელიც შეუსაბამოა ერთმანეთთან. ყველაზე ხშირად ადამიანები, რომელსაც აქვს D ვიტამინის დეფიციტი, აქვთ სისუსტე და უენერგიობა, მუდმივად დაღლილობა, დაბალი мотиваცია, სისუსტე მთელი დღის განმავლობაში. და ეს სისუსტე D ვიტამინის მცირე დეფიციტზეც იგრძნობა. ანუ როცა ნაკლებობა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ დეფიციტი სერიოზულია, ადამიანს ყოველთვის აქვს უენერგიობა და სისუსტე. თავს დაღლილად გრძნობს, იმიტომ რომ D ვიტამინის რეცეპტორები გვაქვს კუნთებში, მთელ სხეულში კუნთებში გვაქვს D ვიტამინის რეცეპტორები და კუნთის ეფექტური შეკუმშვისთვის არის აუცილებელი. კალციუმი შეყავს კუნთებში, კალციუმი აუცილებელია კუნთის მუშაობისთვის. D ვიტამინის გარეშე კუნთი იკუმშება სუსტად და იგივე მოძრაობის გასაკეთებლად მეტი ენერგია გვჭირდება. ამიტომ D ვიტამინის დეფიციტი რომ აქვს ადამიანს, კიბეებზე ასვლაც გეჩვენება მძიმედ, იღლები ადვილად, ადგომაც კი დიდ ძალის ხმევას მოითხოვს, როცა ზიხარ და უბრალოდ გინდა რომ ადგე. მეორეს მხრივ, ჩვენ ტვინშიც გვაქვს D ვიტამინის რეცეპტორები. D ვიტამინი მოქმედებს დოფამინის სინთეზზე და როცა მისი დეფიციტი გვაქვს, ადამიანი თავს უმოტივაციოდ გრძნობს. ყველაფრის გაკეთებას ძალის ხმევა ჭირდება და გეჩვენება, რომ ტვინი შენელებულად მუშაობს. მეორე ყველაზე ხშირი ნიშანი D ვიტამინის დეფიციტზე, რაც მიუთითებს, არის სხეულის და ძვლების ტკივილი. გონია რომ გტკივა ძვლები. შეიძლება ზურგზე მთელი თითქოს ხერხემალი გტკივა, ან ძვლები გტკივა მკლავების, ან ფეხების, ბარძაყების და შიგნიდან ძვლებში რაღაცნაირ დისკომფორტს გრძნობს. ეს შეგრძნება უფრო ხშირად აქვს ადამიანებს, რომლებსაც D ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს და რატომ ხდება? როცა D ვიტამინის დეფიციტია, ნაკლები კალციუმი შეიწოვება ორგანიზმში და ამ დანაკლის ორგანიზმი აღიქვავს. კალციუმი ძალიან გვჭირდება. ამიტომ ორგანიზმი ნებისმიერ ფასად ცდილობს კალციუმის დონე სისხლში შეინარჩუნოს სტაბილური, რადგან კალციუმი აუცილებელია კუნთებისთვის და გულისთვის. ამიტომ კალციუმს ვერ მოაკლებს სისხლს. ამიტომ ძვლებიდან გამოყავს კალციუმი და ძვლებიდან კალციუმი იწყებს გამოსვლას სისხლში, ძვლები კარგავს კალციუმს და კალციუმს რომ კარგავს სიმყარეს, ანუ ძვლები სუსტდება და ძვლების გარშემო მცირე ანთებითი რეაქცია მიმდინარეობს და ძვლებზე არსებული ტკივილის რეცეპტორები ადვილად ღიზიანდება და გვაქვს ძვლების ტკივილი. D ვიტამინის პირობებში ძვლები ემსგავსება ძველ სახლს. აი რო შეხედავ სახლია, მაგრამ ცუდი ამინდი და ზამთარი დადგება თუ არა, მაშინვე ყველა მხრიდან ქარი უბერავს და წყალი ჟონავს. ანუ ერთიანობა და სიმტკიცე დაცული არ აქვს. მესამე ყველაზე ხშირი ნიშანი D ვიტამინის დეფიციტის არის შესუსტებული იმუნიტეტი. როცა ხშირად ცივდები, უფრო დიდი ხანი გჭირდება რომ გამოკეთდე, როცა თითქოს სულ ყელი გტკივა და გაციებები გემართება და რაც ზამთარი დადგა, რაღაც ვერ გამოვკეთდიო, ამბობენ ხოლმე. იმუნიტეტი იმდენად მგრძნობიარეა D ვიტამინის მიმართ, რომ მსუბუქი დეფიციტიც კი, იწვევს სისუსტეს, იმუნურ უჯრედებზე განლაგებულია D ვიტამინის რეცეპტორები და ეს D ვიტამინი აუცილებელია მათი აქტივაციისთვის. და ასევე D ვიტამინი ასტიმულირებს ანტიმიკრობული პეპტიდების გამომუშავებას, რომელიც პირდაპირ ვირუსებს და ბაქტერიებს კლავს. დაახლოებით ისე როგორც ფრონტზე გასულ ტანკებს და ჯარს ბრძანება მისცეს მეთაურმა ისროლონ მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით. ანუ D ვიტამინი არის როგორც მბრძანებელი, რომელიც ბრძანებას აძლევს ჩვენს იმუნურ უჯრედებს, რომ შეებრძოლონ ბაქტერიებს. მეოთხე ნიშანი, რაც D ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს, არის
არის მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა, გაღიზიანებული და ზოგი ზამთრის სევდასაც ეძახის, winter blues ეძახიან ხოლმე. ან ცუდ ხასიათზე ხარ, მაგრამ დეპრესიაში არ ხარ. ეს არის D ვიტამინის დეფიციტი. მეტად გაღიზიანებული ხარ, ადვილად ბრაზდები, ნაკლებ სიამოვნებას იღებ, რაღაცნაირად ემოციურად თითქოს გაფრთხილებული ხარ, რაღაც ნეიტრალური მოვლენებია სულ ყველაფერი და რაც გახალისებ და აღარ გახალისებს. და რატომ ხდება ეს? რადგან D ვიტამინი განაპირობებს დოფამინის და სეროტონინის დონესაც და სეროტონინის და დოფამინის ნაკლებობაც ან ნაკლები ეფექტურობა ვითარდება, როცა D ვიტამინის დეფიციტია. ასევე D ვიტამინის დეფიციტი აძლიერებს ტკივილის მიმართ მგრძნობელობას და აი ადამიანები რომ ამბობენ რომ აი ყველაფერი მტკივა ან ძველმა ტრავმამ გამიხსენა თავი და რაღაცა ერთხელ ვიტკინე ეს წელი და სულ ეხლა მტკივა რომ ამბობენ ეს ხდება რადგან ნერვებზე ჩვენ გვაქვს D ვიტამინის რეცეპტორები და ნორმაში D ვიტამინი თრგუნავს პატარა მოლეკულებს რომლებიც ანთებას აძლიერებენ და ამას ეძახიან ანთებით ციტოკინებს, პროინფლამატორულ ციტოკინებს. ნორმაში D ვიტამინი ბლოკავს ამ ანთებით მოლეკულებს და როცა D ვიტამინი არ გვაქვს, ანთებითი მოლეკულები აღიზიანებენ ნერვებს და ნერვები განიცდის ტკივილს. ამიტომ საკმარისია სულ მცირე ანთება მიმდინარეობდეს სადმე და იმას უკვე ჩვენ ტკივილად შევიგრძნობთ. D ვიტამინი პასუხისმგებელია თმის ცვენაზეც. თუ ბანაობისას ბევრად მეტი თმა გცვივა ვიდრე ადრე, ეს შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობის გამო იყოს. რადგან D ვიტამინის რეცეპტორები თმის ფოლიკულებშიცაა და თმის ზრდის ციკლისთვის D ვიტამინია საჭირო და როცა D ვიტამინი ნაკლებია ზრდის ფაზა მცირდება, თმების ზრდის ფაზა, სამაგერო თმების ცვენის ფაზა ადვილად დგება და ამიტომ მეტი თმა გვცვივა. თუ D ვიტამინის დეფიციტს არ გამოასწორებ, სერიოზული რისკები გაქვს. პირველ რიგში ძვლების მოტეხილობის, თუნდაც მცირე ტრავმისგან და არ იფიქრო რომ მხოლოდ ძალიან ასაკიან ადამიანებს ტყდებათ ძვლები ადვილად, თითქმის ნებისმიერ ასაკში თუ D ვიტამინის დეფიციტი აქვს ადამიანს, პატარა წაქცევისგანაც შეიძლება ძვლების მოტეხილობა მიიღოს. შეიძლება წელის ხერხემლის ძვლებზე იყოს საუბარი, ხერხემლის მალები, შეიძლება ბარზაყის ძვალი, შეიძლება მაჯის ძვლები, ნებისმიერი ძვალი შეიძლება მოტყდეს ადამიანს ტრავმის დროს მარტივად, რადგან ორგანიზმიდან და ძვლებიდან D ვიტამინის დეფიციტის დროს კალციუმი გამოდის და ძვლები სუსტდება. და აქ საინტერესოა ის, რომ D ვიტამინის დეფიციტი ზრდის არა მარტო მოტეხილობის რისკს, არამედ დაცემის რისკსაც ზრდის, წაქცევის რისკსაც ზრდის, როცა D ვიტამინის დეფიციტი გაქვს, რადგან ადამიანი ადვილად კარგავს ბალანსს და სუსტად გრძნობს თავს და დაგვიანებული რეაქცია აქვს და რეფლექსები სუსტდება და ადვილად შეიძლება წაიქცე. მაშინ როცა სხვა დროს არ წაიქცეოდი და ადვილად წაქცევას პლუს სუსტი ძვლები მოტეხილობა ბევრ შემთხვევაში. რატო ხდება? იმიტომ რომ კუნთები D ვიტამინის გარეშე ეფექტურად ვერ იკუმშება, რეფლექსები ნელდება, სხეული რეაგირებს გვიან და ბალანსიც ირღვევა. ეს განსაკუთრებით საშიშია ასაკოვან ადამიანებში და მოხუცებში, როცა ისინი ეცემიან და ფიზიკური ტრავმა და მოტეხილობები კავშირშია სიკვდილთან. ანუ ასაკიანებში მოტეხილობები საშიშია, იმიტომ რომ ადამიანები ასაკში მოტეხილობების შემდეგ ადვილად კვდებიან. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ მოტეხილობა ასაკში არ დაგემართოთ. თუ D ვიტამინის დონე დაბალია და ქრონიკულად დაბალია, ანთება იმატებს მთელს ორგანიზმში და თუ რამე ქრონიკული დაავადება გაქვთ, ის გააქტიურდება, იმიტომ რომ ორგანიზმი მგრძნობიარე ხდება ყველაფრის მიმართ და რაიმე პატარა ქრონიკული დარღვევა ორგანიზმისთვის უკვე დიდი სტრესი ხდება. შეიძლება იყოს სასუნთქი სისტემის დარღვევები, ან სხვა ნებისმიერი პრობლემები, ტკივილის მგრძნობელობაც იზრდება, ქსოვილებიც კი უფრო ადრე ბერდება თუ D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, რადგან ქსოვილები დაზიანების შემდეგ აღდგება ნაკლებად და ნერვებიც დაუცველია, რადგან მიელინის ნორმალური სინთეზისთვის D ვიტამინია საჭირო. და რომ განვაზოგადოთ, დაახლოებით 7 წლით ადრე ბერდება ადამიანი ქრონიკული D ვიტამინის დეფიციტის პირობებში. ახლა ვთქვათ, როგორ ვიღებთ ბუნებაში D ვიტამინს?
დ-ვიტამინის საკვებისგან მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ძალიან დაბალი დოზებით შეიცავს საკვები დ-ვიტამინს, ამიტომ ადამიანების უმეტესობა საკვებისგან მას ვერ იღებს. მეორე და უფრო მთავარი გზა დ-ვიტამინის მიღების არის მზე. მზეზე როცა გადიხარ, მზის სხივები კანში წარმოქმნის დ-ვიტამინს. ეს დ-ვიტამინის წინამორბედი მოლეკულა და ულტრაიისფერი სხივების B სხივები როცა ეცემა, ეს მოლეკულა გარდაიქმნება დ-ვიტამინად. ეს არის აზრი, როგორც მზე წარმოქმნის დ-ვიტამინს. მზეს აქვს სამი სახის ულტრაიისფერი სხივები, რაც ტალღის სიგრძის მიხედვით განასხვავებენ: A სხივები, B სხივები და C სხივები. A სხივები არის პასუხისმგებელი დაბერებაზე. კანი რო ბერდება, მზეზე რო გადიხარ და კანი ბერდება და რუჯი გემართება, ეს არის A სხივები, ანუ A. მეორე არის B სხივები, ანუ B, რომელიც დ-ვიტამინის სინთეზზეა პასუხისმგებელი და მზის დამწრობაზეც. დამწრობაზე რო ვიღებთ, თუ მზეზე ყოფნა დიდხანს მოგვივიდა, B სხივების გამოა. და მესამე სხივებიც არსებობს მზის, რომელსაც ქვია C სხივები. ის C სხივები ვერ აღწევს ჩვენთან აქტიურად და ოზონის ფენა ბლოკავს და საბედნიეროდ ჩვენთან ვერ აღწევს, იმიტომ რომ მომაკვდინებელია ისინი. ახლა პრობლემა რაშია? ადამიანები როგორც წესი, საკმარის ვიტამინ D-ს მზით ვერ იღებენ. განსაკუთრებით ზამთარში. რატო? იმიტომ რომ დედამიწის დახრის გამო მზის სხივები ვერ აღწევს ჩვენთან სათანადოდ. საუბარი არ არის ეკვატორთან რა ქვეყნებიც არის იმათზე, ცოტა ზევით ვინც მდება, მოკლედ რომ წარმოიდგინოთ რუკაზე თურქეთის ზევით რაც მდებარეობს, ისინი თურქეთი, იტალიის ზევით რაც მდებარეობს, ის ქვეყნები ზამთარში პრაქტიკულად ვერ იღებენ დ-ვიტამინს. და რომ ამბობენ ადამიანები მზეს არ აქვს ძალა. აი ეს ნიშნავს რომ B სხივები არ არის. ანუ ზამთარი არის, მაგრამ სუსტი სითბოა, სუსტი მზეა. აი ეგ ნიშნავს რომ ორგანიზმში დ-ვიტამინი არ წარმოიქმნება. მაგრამ თუ კი გახვალ გარეთ, კანი მაინც ბერდება. ანუ A სხივები არის, B სხივები არ არის. ეგ არის პრობლემა. ანუ სასარგებლო არ არის და არასასარგებლო არის. მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებიც ძირითადად სახლში არიან, ან ოფისში არიან, თითქმის ყოველთვის აქვთ დ-ვიტამინის დეფიციტი. ასაკოვან ადამიანებს კანი როცა ბერდება, დ-ვიტამინს პრაქტიკულად აღარ წარმოქმნის. ძალიან ცოტა, შეიძლება 10%, ან 20%, ან 20% წარმოქმნიდეს, რასაც უნდა წარმოქმნიდეს და ამიტომ არის რომ ასაკოვან ადამიანებს ძალიან ხშირად აქვთ დ-ვიტამინის დეფიციტი. ასევე ჭარბტონიან ადამიანებს, რადგან დ-ვიტამინი ინახება ცხიმში და სეკვესტრირდება ცხიმში. ანუ ცხიმში ზოგადად ინახება დ-ვიტამინიც, მაგრამ იშლება კიდევაც. შესაბამისად, ჭარბტონიან ადამიანებს მეტი დ-ვიტამინი ჭირდებათ. თუ ავიღებთ მინას, ფანჯარა ბლოკავს B სხივებს პრაქტიკულად 100%, ამიტომ ფანჯრის აქეთ ვერ მიიღებ დ-ვიტამინს, უნდა გახვიდე გარეთ. და ასევე ღრუბლიან ამინში. ასევე დილით ძალიან ადრე და საღამოს ძალიან გვიან. ამიტომ არის რომ დილის 10 საათიდან 15 საათამდე, 3 საათამდე, ანუ ყველაზე ეფექტური დროა იმისთვის რომ დ-ვიტამინი მიიღო. მზეზე ყოფნას თავისი პრობლემები აქვს. სიმსივნეების რისკი ზრდის მზეზე ყოფნა, ამიტომ დიდხანს მზეზე გაჩერება რეკომენდირებული არ არის. ამიტომ თუ მაინც მზისგან გინდათ რომ მიიღოთ დ-ვიტამინი, ოპტიმალური არის რომ დილის 10 საათზე გახვიდე და 10-15 წუთის განმავლობაში გაჩერდე. მარტო სახე რომ მიუშვირო მზე საკმარისი არ არის. ხელები და ფეხები სასურველია, თქვა შორტი რო ეცვეს ადამიანს და მზე მოკლე მკლავიანი, თუმცა ზამთარში ეს წარმოუდგენელია უმეტესობა ადამიანისთვის. ანუ ზაფხულში ხო 10-15 წუთი 10 საათზე გავხვალ გარეთ და დ-ვიტამინს მიიღებ, მაგრამ ზამთარში თითქმის მიიღებ ნულს. ასევე მზისგან დამცავს თუ წაიღეს, რატომ? იმიტომ რომ კანი არ დაბერდეს და კანის ლაქები არ გაგიჩნდეს და სიმსივნის რისკმა არ მოიმატოს და რეკომენდირებულია მზისგან დამცავს თუ წაისმევ, დაბლოკავს უმეტესი მზისგან თუ ხარისხიანია, მით უმეტესი მზისგან დამცავი დაბლოკავს და ადამიანი ვერ მიიღებს დ-ვიტამინს. აი ამიტომ დგება დღის წესრიგში დ-ვიტამინის მიღება როგორც საკვები დანამატის. რატო ვერ ვიღებთ საკვებისგან, ვერ ვიღებთ მზისგან. ახლა ვთქვათ რა უნდა ვიცოდეთ დ-ვიტამინის საკვებ დანამატებზე. ზოგადად დ-ვიტამინი მიიღება როგორც D3. ეს არის აქტიური ფორმა და ეფექტური ფორმა. ზოგადად დ-ვიტამინი მიიღება როგორც D3.
ეს არის ეფექტური ფორმა. ნუ D2-იც არსებობს, მაგრამ ძირითადად რაც შეგხვდება არის D3. რაც შეეხება ერთეულები, შეიძლება იყოს მიკროგრამებში და საერთაშორისო ერთეულებში და თუ კი ასები ან 1000-ები, 800, 1000, ან 5000, 4000, ესენი თუ აწერია, ეს საერთაშორისო ერთეულებია და თუ კი გაყოფ ამ დიდ რიცხვებს გაყოფ 40-ზე, რასაც მიიღებ, ეგენი არის ხოლმე მიკროგრამები. ან 40 თუ პატარა რიცხვი წერია 40-ზე უნდა გაამრავლო, თუ დიდი რიცხვი წერია, მოკლედ 40-ზე უნდა გაყო, თუ გინდა რომ მიკროგრამიდან საერთაშორისო ერთეულებში გადაიყვანო ხოლმე. სისხლში როცა ვზომავთ D ვიტამინს 30-დან 50 ნანოგრამ მილilitrზე უნდა იყოს, ეგ არის ოპტიმალური. 20-დან 30-მდე არის მსუბუქი დეფიციტი და დეფიციტი არის 20 ქვევით. ნუ 10 ქვევით ძალიან რეკომენდირებულია რომ D3-ის დოზა ადამიანმა მიიღოს 800 საერთაშორისო ერთეულიდან 2000-მდე დღის განმავლობაში. შესაძლებელია მეტიც. თუ მაგალითად ადამიანს დიდი დეფიციტი აქვს, 4000 საერთაშორისო ერთეულით შეიძლება მიიღოს დღის განმავლობაში და უსაფრთხოა. ზედა უსაფრთხო დოზად ყოველდღიურად მიიჩნევა 4000 საერთაშორისო ერთეული. ანუ ყოველ დღე რო 4000 მიიღო, მოკლედ მიიჩნევა რომ მაინც უსაფრთხოა უმეტესობა ადამიანებისთვის. მაღალი დოზებიც შეიძლება, 10000 შეიძლება და ზოგჯერ კიდე მეტსაც ნიშნავენ ხოლმე, ოღონდ ექიმების მეთვალყურეობის გარეშე ესეთი მაღალი დოზები თქვენი ინიციატივით არ უნდა მიიღოთ. უნივერსალური მიდგომა რა არის ახლა? არა ის რომ ძალიან დიდი დოზები მიიღო, არამედ შედარებით პატარა დოზები და ხანგრძლივად ან 800, ან 1000, ან 2000 და ხანგრძლივად. ხანგრძლივი დროის განმავლობაში. როცა ხანგრძლივს ვამბობთ, გულისხმობთ რომ მთელი ცხოვრებაც, რადგან არ არსებობს ისეთი პერიოდი, რომ იტყვი, რომ ეხლა D ვიტამინის დეფიციტი შევივსებ და მერე დავისვენებ, ესეთი არ არსებობს, რადგან D ვიტამინი სულ გჭირდება. D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, ამიტომ საკვებთან ერთად ჯობია მიიღო, ცხიმიან საკვებთან ერთად უკეთესად შეიწოვება. ცარიელ კუჭზე D ვიტამინის მიღება არ არის რეკომენდირებული, სულ ცოტა საკვები მაინც უნდა იყოს, რადგან შედეგი ბევრად უკეთესია, უკეთესად შეიწოვება. საუკეთესო პრაქტიკა ყველაზე დიდ კვებას როცა შეჭამთ, მაშინ მიიღოთ D ვიტამინი დილით ან შუადღისას საუკეთესოა. D ვიტამინი ორგანიზმში ინახება ცხიმში და ღვიძლში. მისი ნახევარდაშლის პერიოდი არის 3 კვირამდე დაახლოებით. სისხლში რომ აისახოს D ვიტამინის ეფექტი კვირების განმავლობაში უნდა მიიღოთ. მათ შორის სიმპტომების მოხსნისთვის რამდენიმე კვირა შეიძლება გახდეს საჭირო. ამიტომ თუ ერთხელ დალევ D ვიტამინს და იმ მომენტში კარგად ვერ იგრძნობ, თუმცა ზოგი ადამიანი მალევე გრძნობს კარგად თავს, მაგრამ თუ კი იმ მომენტში ვერ იგრძნობ კარგად თავს, მაინც უნდა იცოდე რომ დაგროვებითი დოზა აუცილებლად იმუშავებს და მიღება არ უნდა შეწყვიტო. ერთ დოზას თუ გამოტოვებ, ან ერთ დღეს არაფერი პრობლემა არა, გააგრძელებ ჩვეულებრივ, არაა საჭირო რაღაც ზედმეტი დიდი დოზების მიღება. ზოგადად D ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვიტამინია და თითქმის ტოქსიური არ არის. ძალიან მაღალ დოზებში შესაძლებელია კი ტოქსიური ეფექტი კონდეს, თუ 10000 საერთაშორისო ერთეულზე მეტს მიიღებ ყოველ დღე თვეების განმავლობაში, სისხლში კალციუმის დონეს გაზრდის, შეიძლება გულისრევა, ღებინება და თირკმელების პრობლემაც გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, თუ რაღაცა ძალიან მაღალ დოზებს ძალიან დიდი ხნის თვეების განმავლობაში არ იღებს ადამიანი. და რომ შევაჯამოთ, თუ D ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი არ გაქვს, შემანარჩუნებელი დოზა შეგიძლია მიიღო 1000-დან 2000 საერთაშორისო ერთეულამდე. 3000-დან 4000-მდე ზამთრის პერიოდში შესაძლებელია, ასევე შავკანიანი ადამიანები ვინც არის, იმიტომ რომ ისინი უფრო მეტად ბლოკავენ მზის სხივებს და ჭარბწონიან ადამიანებსაც მეტი ჭირდება, შეიძლება 3000 ან 4000. D ვიტამინის მიღება საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ან შესვენებებით, ან როგორც მინიმუმ ზამთრის პერიოდში მაინც და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრს საუბრობენ K2 ვიტამინზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმით, რომ აქტიურებს ცილებს
რომელსაც კალციუმი შეყავს ძვლებში და კალციუმი არ გროვდება ქსოვილებში. ანუ ამბობენ მოსაზრება არსებობს ესეთი, რომელიც ჯერჯერობით დიდი კვლევებით არ დასტურდება, მაგრამ თეორიული მოსაზრება ესეთია, რომ კალციუმი D ვიტამინს როცა სვამ, კალციუმი იმატებს სისხლში, კალციუმი რო იმატებს სისხლში, შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვებზე. სისხლძარღვებში თუ კალციუმი დაგროვდება, ათეროსკლეროზია. სისხლძარღვებში რო არ დაგროვდეს კალციუმი, უნდა შევიყვანოთ ძვლებში. ძვლებში რო კალციუმი შევიყვანოთ, K2 ვიტამინი იჭირდება. ამიტომ ზოგჯერ და ხშირად რეკომენდაციას უწევენ K2 ვიტამინს D ვიტამინთან ერთად. თუმცა არა ყოველთვის. უბრალო ადამიანებს თუ ახლა 1000 ან 2000 საერთაშორისო ერთეულს იღებს D ვიტამინის ადამიანი, როგორც წესი არ ჭირდება K2 ვიტამინი იმისთვის, რომ ეშინოდეს, რომ ეს კალციუმი არ დაგროვდეს სისხლძარღვებში. მაგრამ თუ ადამიანს ათეროსკლეროზის რისკი აქვს ან სისხლძარღვების დაავადება აქვს, მაშინ შეიძლება K2 ვიტამინთან ერთად მიიღოს. ესეთი ფორმულირებები იყიდება, Amazon-ზე მე მინახია, ძალიან ხშირად იყიდება ხოლმე D ვიტამინი K2-თან ერთად, რომელიც ანუ კალციუმი მიიღე და ეს კალციუმი თან შეიყვანოს ძვლებში. ეგ არის მუღამი, ესე ვთქვა და ძვლების გამყარების და გამტკიცების გამო. თუმცა ეს არ არის უნივერსალური რეკომენდაცია და საკმარისი კვლევები არ არსებობს, რომ უნივერსალურად ყველა ადამიანს ურჩიოთ K2 ვიტამინთან ერთად მიიღოს D ვიტამინი. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ. თუ არხის მხარდაჭერა გინდათ, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, აღწერაში არის მითითებული ანგარიშის ნომრები და ვისაც დონაციების სურვილი არ გაქვთ ან არ შეგიძლიათ, უბრალოდ არხს შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ, თუ მოგწონთ, დალაიქებით, გაშეარებით, დაკომენტარებით, არხის გამოწერით და ეს თქვენი დახმარება, თქვენი აქტიურობა არხზე მნიშვნელოვანია. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.